შესაბამისად, შემდგომში უკვე სხვადასხვა ტიპის ემოციებს ვიძენთ, ვსწავლობთ ამ ემოციებს, ამ ტიპით რეაგირებას ვსწავლობთ სამყაროზე და ჩვენი ემოციები ერთგვარ გემოს ქმნიან ცხოვრების. როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა ემოციით, მისი ცხოვრება მრავალფეროვანია დამეთანხმებით. მაგრამ აღზრდის პროცესში ხშირად ჩვენ გარკვეულ ემოციებს გვიკრძალავენ და გარკვეულ ემოციებს პირიქით წაახალისებენ ხოლმე და ახლა თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა, რამდენად არსებობს კარგი და ცუდი ემოციები? ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ კარგ და ცუდ ემოციებზე და იმაზე, რომ კარგი ემოციები უნდა განიცადო და ცუდი ემოციები უნდა რაღაცნაირად გარიყო, განდევნო და არ გქონდეს ცხოვრებაში. თუმცა აი თქვენი აზრით რამდენად სწორია ეს მოსაზრება და რამდენად შესაძლებელია რომ შენი ემოციები აბსოლუტურად ესეთი ჭყალებში ვიტყვი პოზიტიური გახადო და არ გქონდეს ნეგატიური ემოციები. და თუ დაწერთ კომენტარებში მადლობელი დაგრჩებით, მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. მე კი გეტყვით, რომ ემოციის გაქრობა ძალიან გავს დალტონიზმს, როდესაც რაღაცა არსებობს, მაგრამ შენ მას ან ვერ აღიქვამ და შესაბამისად შეიძლება გგონია რომ არც არის. სინამდვილეში ის არის და აღქმის ფილტრი იქმნება, რომელიც რაღაცნაირად გაკარგვინებს აი იმ კონკრეტული რაღაცის აღქმას. ზუსტად ამით ჩვენ გამოვარჩევთ ემოციის ნევროტულ დაცვას, ემოციის არანევროტული მართვისგან. რას ნიშნავს ეს? ნევროტულად ჩვენ სხვადასხვა გზით გაურბივართ ემოციებს იმისთვის, რომ არ გქონდეს ან არ გამოვლინდეს ჩვენს ცხოვრებაში. ხოლო თუ ჩვენ ვცდილობთ არანევროტული გზით ვმართოთ ემოციები, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ვაღიაროთ, რომ ყველა ემოცია არის მნიშვნელოვანი და ყველა ემოციას აქვს თავისი პოზიტიური მნიშვნელობა. მაგალითად, ბრაზი, რომელიც ერთ-ერთი ესეთი ასოციალური ემოციაა, თურმე იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენი პირადი საზღვრები დავიცვათ და თუ ბრაზი არ გვექნება, ძალიან ბევრი ადამიანი ისარგებლებს ჩვენი სიკეთით, ჩვენი ღიაობით, ჩვენი გახსნილობით და შეიძლება ადრე თუ გვიან აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ზედმეტად ბევრის უფლება მივეცით ადამიანებს და ადამიანები სარგებლობენ ჩვენით. შესაბამისად, ბრაზი გვჭირდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენთვის ოპტიმალური დისტანცია. ასევე ბრაზის ენერგია ძალიან ხშირად გადადის სპორტულ ენერგიაში, როდესაც ადამიანი მიღწევების, სხვადასხვა ტიპის, თქვათ, მიზნების და ამოცანების გადაჭრისთვის იყენებს ამ ენერგიას. ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლო ენერგიაა ბრაზის ენერგია. სევდა ძალიან ნეგატიური გრძნობაა და რა თქმა უნდა არავის გვინდა რომ სევდიანი განცდები გქონდეს ხოლმე. თუმცა თუ ადამიანს არ აქვს სევდა, მაშინ ის ვერ გაივლის ჯანსაღად გლოვის ეტაპებს და ვერ გაუშვებს საკუთარი ცხოვრებიდან იმას, რაც უკვე რეალურად დასრულდა. ანუ ფაქტობრივად ჩაებღაუჭება იმ რეალობას, რომელიც აღარ არის მის ცხოვრებაში და ილუზიაში იცხოვრებს. შიში ასევე ძალიან არასასიამოვნო ემოცია, თუმცა შიშს აქვს თავისი ფუნქცია და თუ შიში გაქრა, როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები უბრალოდ გადავშენდებით. შიშის ფუნქცია არის გადავრჩეთ სხვადასხვა სიტუაციაში და გქონდეს ესეთი გადარჩენის ინსტინქტი. შესაბამისად, ნახეთ, როგორი მნიშვნელოვანია ის ნეგატიური ემოციები, რომელიც გვაქვს, მაგრამ აღზრდის პროცესში რას გვასწავლიან ხოლმე? არ იტირო, არ გაბრაზდე, არ გამოხატო, არ აჩვენო შენი გრძნობები. იყავი მხიარული, თქვი მადლობა და ასე შემდეგ. და ამ დროს ბავშვი სწავლობს, რომ მისი ემოციები რომელიღაცა მოსაწონია, ხოლო სხვა ემოციები მოსაწონი არ არის და ამიტომ იძულებულია რაღაცნაირად საკუთარი ემოციები მართოს და რა თქმა უნდა ემოციის მართვა როგორც ასეთი არის შეუძლებელი, შესაძლებელია ამ ემოციასთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება და საკუთარი ემოციების ამოცნობა და მათი სწორი გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ცდილობს მართოს ემოცია, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, იყენებს სულ
სამ მექანიზმს ამისთვის და ეხლა ყველა ეს მექანიზმი გავიაროთ და ვნახოთ ხომ არ გაქვთ თქვენს რომელიმე ამ მექანიზმიდან როგორც დამხმარე საკუთარი ემოციების მართვისთვის. აქვე ვიტყვი რომ მსგავსი მართვის სისტემები გვაქვს ყველას, მთავარი პრობლემა დგება მაშინ, როდესაც ეს ხდება უპირატესი გამოვლინება სხვადასხვა ემოციურ სიტუაციაში. ანუ მაგალითად, ბრაზი შეიძლება გამოვავლინოთ ან არ გამოვავლინოთ, იმიტომ რომ გარკვეული სოციალური მოთხოვნები არსებობს. თუმცა, თუ მე ყველა ჯერზე, როდესაც ბრაზდები არ ვავლენ ბრაზს და ვიყენებ დაცვის მექანიზმიდან ერთ-ერთს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მე მაქვს ნევროტული დამოკიდებულება ბრაზთან. და ასე შემდეგ. მაშ რომელია ეს ნევროტული დამოკიდებულებები და პირველი ეს არის ჩვენი ემოციების დათრგუნვა. როდესაც ადამიანი გრძნობს ემოციას, ამ ემოციის დროს მის ორგანიზმში მიმდინარეობს ბიოქიმიური ცვლილებები, გამოიყოფა ის ნეიროტრანსმიტერები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს რეაგირება. თავისუფლდება გარკვეული დოზის ენერგია იმისთვის, რომ გადავიდეს ჩვენი ემოცია მოქმედებაში, იმიტომ რომ ემოციის მთავარი ფუნქცია არის რეაგირება გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე და უცებ აიკრძალა მოქმედება და ის ენერგია, რომელიც სხეულში არის, გაჩერდა სხეულის დონეზე. კუნთებში გაჩერდა შეიძლება ქვემოთ სხეულის კიდურებში, ან მუცელში, ან გულმკერდში, ან აქ და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცნობილი და ხშირი სიმპტომი აი აქ ბურთის განცდა, ეს არის გაჩერებული ემოცია, რომელიც ამოდიოდა, უნდა ეთქვა ადამიანს და ეს სიტყვა აუკრძალა საკუთარ თავს, მოუჭირა და შესაბამისად ეს სიტყვა არ გაჟღერდა. ანუ ემოციის დათრგუნვა ეს არის კუნთების დახმარებით ენერგიის გაჩერება და მოქმედების არ განხორციელება. თუ ეს მოხდა ერთჯერადად, ეს ენერგია გაჩერდა კუნთებში, ადამიანი წავიდა სახლში, ან წავიდა სპორტზე, ან გაისეირნა, ან მეგობრებს შეხვდა, ილაპარაკა და დაიცალა და ამით ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი ძალიან კარგად არის. ხოლო თუ ეს არის სისტემატიური, როგორც უკვე გითხარით და ეს არის ერთგვარი უპირატესი მექანიზმი ამ კონკრეტულ ემოციასთან ურთიერთობის, მაშინ ადამიანი მუდმივად დაძაბული კუნთებით დადის. ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ ნეგატიური სიმპტომები, ტკივილის განცდა კუნთებში, სიმძიმის განცდა სხეულში და როდესაც ლაპარაკობენ, ხშირად იყენებენ ამ სიტყვებს და ამბობენ, რომ მე მამძიმებს ეს გრძნობა, ლოდივით მაწევს და ასე შემდეგ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ვერ გამოხატავს მოქმედებით საკუთარ ემოციებს და ეს ყველაფერი შენახულია მის სხეულში. აი ზუსტად ასეთ სიტუაციებში ძალიან კარგია ექსპრესიული თერაპიის მეთოდები. მაგალითად არტ თერაპია, რომლის დროსაც ადამიანს გამოაქვს გარეთ ნახატის, ან ნაძერწის, ან შეიძლება ცეკვის მეშვეობით ის ემოცია, რომელიც მასში არის გაჭედილი. და სხვადასხვა ტიპის გაჟღერება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს წერილების მეთოდი, ან ლაპარაკი, როდესაც ხმამაღლა აჟღერებს საკუთარ ემოციებს. ამ შემთხვევაში ის ენერგია, რომელიც დაგროვდა სხეულში და ძაბავს კუნთებს და იწვევს ტკივილს, სხვადასხვა ფორმით გამოდის სხეულიდან. რაც თავისთავად თერაპია არ არის, ეს არის დროებითი ეფექტი, რომელიც გვაძლევს ერთგვარ კათარზისს, რომ აი დავიცალე, ამოვისუნთქე, შვება ვიგრძენი, მაგრამ შემდგომი თერაპიის ეტაპი არის უკვე ვისწავლო ამ კონკრეტული ემოციის ჯანსაღად გამოხატვა იმისთვის, რომ მსგავს სიმძიმემდე აღარ მივიდე. თუ ადამიანი ამას წლების მანძილზე აკეთებს, დიდი ალბათობით შეიძლება განუვითარდეს
ფსიქოსომატური დაავადებები. რატომ? იმიტომ რომ ქრონიკულად დაჭიმული კუნთები და ქრონიკულად შეკავებული ენერგია ადრე თუ გვიან იპოვის სამიზნეს შინაგან ორგანოებში და ყველაზე სუსტ სისტემას დააზიანებს. ანუ ფაქტობრივად ის ენერგია, რომელიც უნდა გამოსულიყო გარეთ სხვადასხვა ტიპის რეაგირების სახით, შიგნით სხეულშივე ხდება დეტონაცია და ფეთქდება ეს ემოცია სხვადასხვა დაავადების სახით. მეორე ტიპის ნევროტული დაცვის მექანიზმი, რომელსაც ასევე ხშირად მიმართავენ ადამიანები, ეს არის ემოციის განდევნა. რას ნიშნავს განდევნა? განდევნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ერთმშვენიერ დღეს გრძნობს ტკივილს, იმიტომ რომ გამოხატა ემოცია. მაგალითად, გამოხატა ემოცია და ამის გამო ძალიან დაისაჯა. ან აუხსნა სიყვარული და მიიღო უარყოფა. შესაბამისად, მისი ემოცია დასრულდა ძლიერი ტკივილით. ამ ტკივილმა მიაყენა ისეთი დისკომფორტი, რომ მან ქვეცნობიერად გადაწყვიტა, რომ არ აქვს სურვილი მსგავსი ტკივილი განიცადოს კიდევ და რადგანაც ეს ტკივილი მისთვის იყო დაკავშირებული ამ კონკრეტულ ემოციასთან, სიყვარულთან, ან ბრასთან, ან ნებისმიერ სხვა ემოციასთან, ის იღებს ქვეცნობიერ გადაწყვეტილებას, რომ აღარ განიცადოს ესა თუ ის ემოცია და ხდება ემოციის განდევნა. რა თქმა უნდა, არაფერი არ განიდევნება სხეულიდან, მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც ემოციებს განდევნიან, როგორ რაღაცას ამბობენ. შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ. ვიცი რომ უნდა მიხაროდეს, მაგრამ სიხარულის გარდა ყველაფერს განვიცდი. სიხარულის მაგივრად შინაგანად მაქვს სიცარიელე, თითქოს გული ამომაცალეს და სიყვარულის უნარი დავკარგე. ძალიან ხშირად ასეთ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომენტიდან დაკარგეს ამა თუ იმ ემოციის განცდა და ხშირად ამბობენ ხოლმე თერაპევტთან კონსულტაციის დროს, რომ ეს იმის მერე დაიწყო, რაც სამსახური დავკარგე. ან განვქორწინდით, წავიდა და თან წაიღო ჩემი სიყვარულის ან ნდობის უნარი. და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამით ადამიანი თითქოს გვაჩვენებს, რომ რაღაცა მოვლენის შემდეგ მოხდა აი ამ ნეგატიური, მისთვის მტკივნეული ემოციის განდევნა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ემოციის ფუნქცია არის მოქმედება, რეაგირება და ემოცია ეს არის ენერგია ადამიანის ორგანიზმში. თუ კი ენერგია განიდევნა, ანუ ადამიანის ენერგია აქტიური მდგომარეობიდან პასიურში გადავიდა, ადამიანს უბრალოდ არ ძალუძს მოქმედება, ის თავს გრძნობს ძალიან სუსტად და თითქოს არაფრის თავი არ აქვს და ეს კიდევ ერთი ჩივილია, რომელიც დამახასიათებელია მსგავსი ტიპის ნევროტული დაცვისთვის და ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ მაგალითად მე არ მაქვს თავი მოუარო საკუთარ თავს. ან დილიდან ვიღვიძებ და სახლის დალაგების არანაირი რესურსი არ გამაჩნია. მე ყოველთვის მიყვარდა სეირნობა, დილით ვიღვიძებ, ხედავ რომ ამინდი კარგია, მაგრამ თითქოს ბიძგი არ მაქვს რომ გავიდე და გავაკეთო. ტვინით მინდა, მაგრამ სხეულში არაფრის თავი არ მაქვს. ანუ ნახეთ კიდევ ერთი ნიშანი. განსხვავებით წინა ნევროტული დაცვისგან, თუ კი მსგავსი ემოციის მართვის მექანიზმი არის სისტემატიური, ადამიანი არ გრძნობს დაძაბულობას, ტკივილს და სხვადასხვა ფსიქოსომატურ სიმპტომებს, პირიქით მას აქვს შინაგანი სიცარიელის, აპათიის და ასთენიის მდგომარეობა. უფრო გავს დეპრესიულ მდგომარეობას. და მესამე ნევროტული დაცვის მექანიზმი, რომელიც ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გაყინვა. ესეთი ყინულის დედოფალი. გაყინვის დროს ადამიანი თითქოს ანესთეზიას უკეთებს იმ მტკივნეულ განცდებს, რომელიც აქვს და რომელიც უქმნის დისკომფორტს.
რას ნიშნავს ანესთეზია? აი მაგალითად, კბილი მტკივა, გამიკეთეს გამაყუჩებელი ნემსი და ტკივილს ვერ გრძნობ. რაც იმას არ ნიშნავს, რომ ან ანთების კერა, ან პრობლემა მოგვარდა. უბრალოდ ტკივილი აღარ არის. შესაბამისად, მე არ ვიცი რა მაწუხებს, არ ვიცი რა მტკივა და ვერ ვგრძნობ ვერც მტკივნეულ ემოციას და ვერც სხვა დანარჩენ ემოციებს. შესაბამისად, ესეთი ყინულის დედოფალი ვარ, რომელსაც აი მოეწონა კარგი ბიჭია, ჩაისვა ციგაში, წაიყვანა თავის ყინულის სასახლეში და ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ მის მიმართ რაღაც პოზიტიური გრძნობები ან ემოციები გაუჩნდა, არამედ უბრალოდ ჩათვალა, რომ კარგი კანდიდატია, კარგი ვარიანტია და წამოიყვანა, რადგან უბრალოდ უნდოდა, რომ ყოლოდა ესეთი ბიჭი. შესაბამისად, ასეთი ადამიანები არ გრძნობენ დისკომფორტს და ხშირად სხვა ადამიანები გრძნობენ დისკომფორტს, თუ კი მათ ახლობელს მსგავსი ტიპის ნევროტული დაცვის მექანიზმი აქვს. რას ნიშნავს სხვა ადამიანები გრძნობენ დისკომფორტს? ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად ამბობენ, იცი რა, ზედმეტად ცივი ხარ, ასე არ შეიძლება, გამოხატე შენი გრძნობები, თითქოს კედელს ველაპარაკები და ასე შემდეგ. ხოლო ადამიანი, რომელსაც გაყინული აქვს ემოციები, თვითონ ამბობს, რა ვქნა, გულისმაგივრად ყინული მაქვს, ძალიან ცივსისხლიანი და რაციონალური ვარ. მე არ მოქმედებ გრძნობებით, ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა, გრძნობებით მარტო სუსტი ადამიანები მოქმედებენ. და ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან რაციონალური, ძალიან გათვლილი, ძალიან გააზრებული ნაბიჯები, ძალიან ცივი ტონი და შესაბამისად მათ არ აქვთ ემოციები. ოღონდ ეს მათ არ აწუხებთ. სულ ორი პაციენტი მყავდა ასეთი და ორივე ახლობლების რეკომენდაციით და დაჟინებული თხოვნით თუ მოთხოვნით აღმოჩნდნენ ჩემთან და როდესაც მოვიდნენ თქვენს რომ იცი რა მე პრობლემა არა მაქვს, იმას აქვს პრობლემა და უბრალოდ თავი რომ დამანებოს, მოვედი და გესაუბრები შენ როგორც თერაპევტს. შესაბამისად, გაყინვა არის მესამე. რატომ არის გაყინვა პრობლემური მკითხავთ? იმიტომ რომ იმ მტკივნეული ემოციის არ შეგრძნება, არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეს მტკივნეული ემოცია არ გაქვს. შენ გაქვს ეს ემოციები, უბრალოდ შენ მათ ვერ გრძნობ და აქედან გამომდინარე ვერ რეაგირებ გამღიზიანებელზე და შეიძლება საკმაოდ ნეგატიურ, საკმაოდ არასასურველ სიტუაციაში ძალიან დიდ ხანს გაჩერდეს ადამიანი. უბრალოდ იმიტომ, რომ ვერ იგრძნო, რომ ეს დისკომფორტია, მტკივნეულია, არასასიამოვნოა და არ იმოქმედა გაყინვით და ჩვენ ვიცით, რომ გაყინვა არის ერთ-ერთი დაცვის მექანიზმი, როდესაც სასიცოცხლო საფრთხის წინაშე ხდება ადამიანი, ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი თვითგადარჩენის ინსტინქტიდან და გაყინვა არის ყველაზე არაეფექტური ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შენ არ მოქმედებ. ანუ ჩვენ გვჭირდება მოქმედება და მოქმედებისთვის ჩვენ გვჭირდება განცდა და გააზრება იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება და გადავდგათ სწორი ნაბიჯები. ეს არის ის სამი დაცვის მექანიზმი, რომელიც ძალიან ხშირია მაშინ, როდესაც არ გვაქვს მაღალი ემოციური ინტელექტი და არ ვიზრდებით გარემოში, სადაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს ზრდასრულებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩვენ სწავლობთ ბავშვობაში, აღზრდის პროცესში. და აქ არ არის გადამწყვეტი ის, რომ ნუ ხო რა ვქნა ასეთ სიტუაციაში გავიზარდე და ესეთი ვიქნები. არა, იმიტომ რომ შემდგომი თაობა დამოკიდებულია თქვენზე და თუ კი თქვენ ამჩნევთ, რომ ეს პრობლემა არის თქვენთვის აქტუალური, პირველი არის აღიარება, რომ კი მე მაქვს რომელიღაცა ნევროტული დაცვის მექანიზმი და ხშირად ვიყენებ მას სხვადასხვა ემოციისგან თავდასაცავად და მერე უკვე ამ ემოციასთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ძირითადად ეს ხდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგზე, სადაც არის გარემო სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ და საკუთარი ემოციები გამოიკულიოთ თქვენთვის უსაფრთხო გარემოში. რატომ უსაფრთხო? იმიტომ რომ ოდესღაც ეს ემოცია თქვენთვის იყო დაკავშირებული საფრთხესთან, სხვანაირად არ დაგჭირდებოდათ ამ ემოციისგან გაქცევა ნევროტულ დაცვაში. შესაბამისად, თერაპიული ჯგუფები,
სხვადასხვა ტრენინგები, სხვადასხვა აქტივობები და რა თქმა უნდა ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა არის გზა იმისთვის, რომ გამოიკვლიოთ საკუთარი ემოციები, შეისწავლოთ ისინი და შემდეგ უფრო ჯანსაღი ურთიერთობა დაამყაროთ. ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის მხრიდან ჩვენ ორ ფასდაკლებას გთავაზობთ ამ კვირის თემასთან დაკავშირებით. პირველი ეს არის ფასდაკლება არტ-თერაპიულ ვიდეო კურსზე ემოციური პროცესების არტ-თერაპია, სადაც ისწავლით საერთოდ რა არის ემოცია, რომელია ძირითადი ემოციები და რა არტ-თერაპიული მეთოდებით მუშაობთ მათთან. ეს ვიდეო გაკვეთილები მუდმივ წდომაში გადმოგეცემათ, თქვენს კომფორტულ ტემპში დაამუშავებთ მათ და შემდეგ გაივლით ტესტირებას და მიიღებთ სერტიფიკატს. ხოლო მეორე ფასდაკლება ეს არის თუ კი თქვენ აღმოაჩინეთ, რომ გაქვთ რომელიღაცა ნევროტული დაცვის მექანიზმი თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს და გადაწყდა, რომ მათ ჭირდებათ თერაპევტის კონსულტაცია. ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის თერაპევტები პირველ კონსულტაციას ჩაატარებენ 50%-იანი ფასდაკლებით, თუ კი მოგწერთ ჩვენ და დაწერთ მაქვს ნევროტული დაცვის მექანიზმი. შესაბამისად, პირველი სესია თქვენთვის იქნება 50%-იანი ფასდაკლებით იმისთვის, რომ გაერკვიოთ სინამდვილეში რა მდგომარეობა გაქვთ ემოციებთან მიმართებაში და გჭირდებათ თუ არა თერაპია. ამის შემდეგ უკვე მიიღებთ გადაწყვეტილებას და გექნებათ სრული ინფორმაცია იმ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაქვთ. ეს არის ამ კვირის ორი ჩვენი საჩუქარი, ორი ფასდაკლება. რაც შეეხება ემოციური პროცესების არტ-თერაპიას, მისი სტანდარტული ფასი 250 ლარია, თუმცა 150 ლარად შეძლებთ შეძენას. არის ვიდეო გაკვეთილები, სადაც არის თეორია და პრაქტიკა, დავალებები და ამ ყველაფრის გავლის შემდეგ შეძლებთ ამ ტექნიკების გამოყენებას საკუთარ თავზე. თუ ფსიქოლოგი ან ფსიქოკონსულტანტი ხართ, სხვებზეც შეძლებთ ამ ყველაფრის გამოყენებას და ეს ცოდნა გამოგადგებათ ძალიან კარგად როგორც ზრდასრულებთან მუშაობაში, ასევე ბავშვებთან მუშაობაში. შესაბამისად, ფასდაკლების მისაღებადაც მოგწერეთ ჩვენ და გთხოვეთ ფასდაკლება ემოციური პროცესების არტ-თერაპიაზე. მე ვფიქრობ, რომ თუ გაქვთ კითხვები, შემიძლია ახლა თქვენს კითხვებს დაუთმო დრო. ასევე გეტყვით, რომ ცოტა ხანში დაიდება ახალი თემები. მადლობა ყველას, ვინც აქ ხართ, მისმენთ და ასევე კითხვებისთვის მადლობას გიხდით თუ კი სვავთ, ეხლა ან მერე. ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად გავცეთ პასუხები თქვენს კითხვებს და შესაბამისად თუ გაქვთ კითხვები ემოციების მართვასთან, ემოციებთან დაკავშირებით, დაწერეთ და გავიაროთ თქვენი საკითხები. მადლობა რეაქციებისთვის, მადლობა გაზიარებისთვის, მადლობა ჩვენი პროექტის მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ სამუშაო დღეს და სამუშაო დროს ბევრს არ შეუძლია დასწრება, თუმცა მომავალში შეძლებთ ჩანაწერშიც ნახოთ, თუ კი ამ მომენტში თქვენი რაღაც სამუშაო რეჟიმი ან დღის რეჟიმი არ გაძლევთ ამის საშუალებას. კარგი, როგორც ხედავ, ორი კომენტარი წუთი. კომენტარებს არ მიჩვენებს. ხმა ისმის, კითხვები არ არის. კარგით, რადგანაც კითხვები არ გაქვთ, ვიმედოვნებ, რომ თემა ამოწურულია. გემშვიდობებით, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ და მომდევნო 4 შაბათს ახალი თემით დილის 11 საათზე შევხვდებით ერთმანეთს ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის ლაივში.